ეროსი კიწმარიშვილი ადასტურებს, რომ მიუნხენში იმყოფება, თუმცა აცხადებს, რომ ის დაიცავის საქართველოს ლიდერს ირაკლი ოქრუაშვილსა და ზურაბ ნოღაიდელს სოზარ სუბარის ინიციატივის შესახებ ესაუბრა. კიწმარიშვილის განცხადებით მიუნხენში დევნილობაში მყოფ ქიბარ ხალვაშსაც შეხვდა. ინფორმაცია ოპოზიციის წევრებსა და ეროსი კიწმარიშვილის გერმანიაში შეხვედრის შესახებ გუშინ გავრცელდა. ლევან გაჩეჩილაძის პრესსამსახური მოძრაობის ლიდერის ევროპაში ყოფნას ადასტურებს. ზურაბ ნოღაიდელი კი ამის შესახებ კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებს. მე ნამდვილად ვიმყოფები მიუნხენში. მე და დაიცავის საქართველოს თავმჯდომარე ლევან გაჩეჩილაძე, რომლებიც როგორც მოგეხსენებათ, აქტიურად ჩავერთეთ სოზარ სუბარის მიერ ინიცირებული ქართული იდეის ფორმირებაში. ამ იდეის შესახებ ვესაუბრეთ პოლიტიკურ დევნილობაში მყოფ ირაკლი ოქრუაშვილს. შეხვედრაში მონაწილეობდა სამართლიანი საქართველოს ლიდერი ზურაბ ნოღაიდელი. როგორც მოგეხსენებათ, ოქრუაშვილი და ნოღაიდელი სულ ახლახანს გამოვიდნენ ახალი ინიციატივებით საქართველოში არსებულ პოლიტიკურ კრიზისთან გამოსავალზე. ამიტომ მე და ლევანმა ჩავთვალეთ, რომ მათთვის საინტერესო იქნებოდა ქართული იდეის გარშემო დისკუსიაში ჩართვა. ცალკე გარდა ამ საკითხისა, მე მქონდა შეხვედრა ასევე პოლიტიკურ ნიშნით დევნილ ბიზნესმენ ქიბარ ხალვაშთან, რომელთანაც განვიხილე კომპანია რუსთავი 2-ის კანონიერ ფლობელებზე დაბრუნებისთვის ბრძოლაში ერთიანი მოქმედების გეგმა. უკვე 4 თვეზე მეტია მე არ მონაწილეობ ტელეკომპანია მაესტროს მართვაში და ჩემი დღევანდელი სტატუსია ფონდი 2020-ის თავმჯდომარე, რომლის მიზნები უკვე 2 წელი არის შემდეგი: საქართველოს განვითარების სტრატეგიის შემუშავება, მედიისა და სამოქალაქო სექტორის ხელშეწყობა და ამ საკითხზე მე ესე ვთქვათ ვფიქრობ, რომ ბევრი მაგალითი შემიძლია ჩამოვთვალოთ. შეეხება პოლიტიკურ კონსულტაციებს, რომელთა თავობაზეც მიდის საუბარი, ამ თემაზე, რაც შეეხება ოქრუაშვილ ნოღაიდელის და ლევან გაჩეჩილაძის კონსულტაციების საკითხს, ამ თემას თქვენ მათ შეიძლება დაუკავშირდეთ და თქვათ ჯობია მათგან მიიღოთ, იმიტომ რომ მე ამ პროცესში მონაწილეობა არ მივიღე. ნოღაიდელი ოქრუაშვილი საზოგადოებას ახალ კოალიციას მომავალში შესთავაზებს. ამის შესახებ პრაიმ-ტაიმში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ოქრუაშვილის ყოფილმა თანაგუნდელმა ეკა ბესელიამ მიუნხენში ზურაბ ნოღაიდელის ვიზიტის შესახებ საუბრის ეს განაცხადა. ბესელია მიაჩნია, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარება აუცილებელია და ვინც ამას არ იზიარებს, ხელისუფლების კარუსელის მონაწილეა. როგორც ბესელია აცხადებს, მას პიროვნებების გარშემო გაერთიანება არ ხიბლავს. მე სპონტანური ნაბიჯია და თუ ამ შემოდგომის ეტაპისთვის ახალი შეთავაზება საზოგადოებისთვის რა არის ის, რასაც შესთავაზებს პოლიტიკური სპექტრი, არასაპარლამენტო ოპოზიცია ქართულ საზოგადოებას. ალბათ ეს იქნება როგორც შეიძლება ვივარაუდოთ ამ საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემაც, იმიტომ რომ რამდენადაც ვიცი დანარჩენ თბილისში მყოფ ოპოზიციურ სპექტრს შორის სწორედ ამ თემაზე მიმდინარეობს ახლა აქტიური კონსულტაციები. ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებისათვის ცენტრალური ევროპის ქვეყნების ან საქართველოს ინტერესებს არ გაწირავს. ამის შესახებ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ფილიპ გორდონმა განაცხადა. გორდონს ეჭვიეპარება, რომ ეს მოსაზრება არგუმენტირებული იყოს და ვინმე ამის დამტკიცება შეძლოს. ფილიპ გორდონმა ისიც აღნიშნა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების უსაფრთხოების გეგმა ვაშინგტონის ევროპელ პარტნიორებს აწყობთ. შეერთებული შტატების ევროპელი პარტნიორების თავად შენიშნავენ, რომ ამერიკისა და რუსეთის შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მათ ინტერესებში და ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების გაუმჯობესება მათ ხარჯზე არ ხდება, დასძინა ფილიპ გორდონმა. თბილისის არჩეული მერი და ახალი მოწვევის საკრებულო ოფიციალურად დღეს იწყებს მუშაობას. მეოთხე მოწვევის საკრებულოს ხდომას უხუცესი დეპუტატი ნათელა მაჭავარიანი გახსნეს. სიტყვით დედაქალაქის ახლად არჩეული მერი გიგი უგულავა გამოვა. ახალი საკრებულოს პირველ ხდომას დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სტუმრები დაესწრებიან. ხდომაზე საკრებულოს წევრად არჩეული პირები რეგისტრაციას გაივლიან და დეპუტატების მოწვევებს მიიღებენ. ბუნებრივია, როცა განსხვავებული მსოფლმხედველობის ადამიანები იკრიბებიან ერთ სივრცეში, ერთ დარბაზში, იქ იქნება ცხარე კამათი. ოღონდ მე მინდა, რომ ეს ცხარე კამათი იყოს დედაქალაქის და მისი მოსახლეობის პრობლემების ირგვლივ და ამ პრობლემებზე. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო და მოგახსენოთ, რომ ჩვენი მოუსვენრობის მიზეზი იქნებიან არა ჩვენი ოპონენტები, არამედ ის პრობლემები, რომელიც დგას დედაქალაქის წინაშე.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ საკრებულოს პირველ სხდომაზე თავმჯდომარის მის მოადგილეს 11 კომისიის თავმჯდომარეებსა და კომისიის წევრებს აირჩევენ. საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყველაზე რეალურად კვლავ ზაალ სამადაშვილის კანდიდატურას განიხილავენ. მის მოადგილედ კი ნაციონალური მოძრაობა სავარაუდოდ მამუკა ახვლედიას წარადგენს. ცნობილია ისიც, რომ ოპოზიციის წევრებს ჯანდაცვისა და სოციალური საკითხების, ასევე ურბანული განვითარების კომისიების თავმჯდომარეობას შესთავაზებენ. ახალ მეოთხე მოწვევის საკრებულოში ნაციონალურ მოძრაობას 24, ალიანსი საქართველოსთვის 5, ქრისტიან დემოკრატებს 3, ეროვნულ საბჭოს 2 და მრეწველებს 1 წევრი ეყოლებათ. უმრავლესობის წევრებთან შეხვედრისას მიხეილ სააკაშვილმა ახალი საკრებულოს შესახებ ისაუბრა. პრეზიდენტმა წინა საკრებულოს მუშაობას შეაფასა და მის ახალ შემადგენლობას წარმატებები უსურვა. მიხეილ სააკაშვილი საკრებულოს ახალი შემადგენლობით კმაყოფილია და სამომავლო მოქმედებაში მას წარმატებებს უსურვებს. ხალხის თავარი მინდა მივესალმო საკრებულოს უმრავლესობის წარმომადგენლებს, საკრებულოს თავმჯდომარემს, რომელსაც ძალიან ღირსეულად ატარა ეს თანამდებობა რამდენიმე წლის განმავლობაში და საერთოდ ძალიან სიმპათიურ შემადგენლობას თბილისის ახალი საკრებულოსი. ამ შემთხვევაში მე მინდა ვთქვა, რომ ეს ვრცელდება ასევე პრაქტიკულად თითქმის ყველა წარმომადგენელზე, ასევე ოპოზიციის იმ ხალხზე, ვინც საბოლოო ჯამში ჩაჯდა თამაშის წესებში, რასაც ქვია ქართული დემოკრატია, საქართველოს სამსახური საერთო ჯამში როგორც არ უნდა განსხვავდება ჩვენ პოლიტიკური შეხედულებებით. მე მინდა თქვენი საკრებულო შევიდეს ხალხის ისტორიაში, რომელიც 10ჯერ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე დაპირდა წინა საარჩევნო კამპანიის დროს. იმიტომ რომ ეს არის ჩვენი სტილი. რეალურად გასაკეთებელი კიდე მართლა ბევრია. მე იმედი მაქვს, რომ შემდეგი არჩევნების შემდეგაც ალბათ იქნება გასაკეთებელი, მაგრამ არც ისე ბევრი და ეს იქნება მართლა საქმე ლაპარაკის ნაცვლად. პარლამენტში დღეს ახალ საგადასახადო კოდექსთან დაკავშირებით იმსჯელებენ. დოკუმენტი ჯერ პარლამენტის ბიუროს წარადგინება, ამის შესახებ დეპუტატები მისი განხილვის გრაფიკზე შეთანხმდებიან. ახალ დოკუმენტში ძირითადად მცირე ბიზნესის ინტერესებია გათვალისწინებული, ცვლილებები გადამხდელთა უფლებების დაცვას ეხება. ფინანსთა სამინისტროს მტკიცებით არსებული საგადასახადო კოდექსი 98%-ით იცვლება. ხელისუფლებას გააჩნია პოლიტიკური ნება, რომ კიდევ ერთხელ გავატაროთ მნიშვნელოვანი რეფორმა საგადასახადო კუთხით, რომელიც ხელს შეუწყობს იმას, რომ მთელი რიგი დებულებები, რაც გაწერილი იქნება საგადასახადო კოდექსში, არ იწვევდეს ორმაგი წაკითხვის შესაძლებლობას. მთავრობა პარლამენტის ბიუროს თხოვს, რომ მოხდეს დაჩქარებული წესით აღნიშნული კანონმდებლობის განხილვა, თუმცა ეს არ გამორიცხავს ექსპერტთა ჩართულობას, ჩვენ ველოდებით ყველა კვალიფიციურ შენიშვნას.